მოგესალმებით, მე გახლავართ ზაზახატიაშვილი და წარმოგიდგენთ მორიგ გადაცემას არასამართლიანი სასამართლო. ეს არის რიგით მეშვიდე გადაცემა, უკვე ჩვენ ყავს ჩვენი მაყურებელი, გვირეკავენ, კონსულტაციებს გვიწევენ, თუ რისი მოსმენა სურთ, მაგრამ ჩვენი გადაცემა თქვენ ვინც გვიყურებთ, გამომდინარეობს ევროკონვენციის მე-6 მუხლის პრეცედენტული გადაწყვეტილებებიდან, რომელიც ადგენს, როგორ უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო. ჩვენ არ შევდივართ მოსამართლეების მიერ გადაწყვეტილების მსჯელობით ნაწილში, უბრალოდ როცა სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდება კონვენციის მე-6 მუხლს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვამბობთ, რომ ეს არის ევროკონვენციის სავარაუდოდ მე-6 მუხლის დარღვევა, ვინაიდან ევროსასამართლო ამბობს, რომ არ შეიძლება, რა ქვია, სასამართლო იყოს არასამართლიანი და აქვს კრიტერიუმები, რა არის სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების ფაბულა, სისტემა და ასე შემდეგ. დღეს პატივცემულო მეგობრებო, ჩვენი სტუმარია ახალგაზრდა ცნობილი ადვოკატი, რომელიც მინდა სიამაყვით აღვნიშნო, რომ ჩემი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის დროს გახდა ადვოკატი გიორგი ქათამაძე, რომელიც ძალიან მალე გახდა ერთ-ერთი სახე ადვოკატთა კორპუსის, მე მას მივესალმები. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს დღეს და ძალიან სასიამოვნო და კარგი დისკუსია გამოგვივა და მაყურებელი ჩვენ ვინც გვიყურებს, ვფიქრობ, რომ დადებითად შეაფასებენ ჩვენ გადაცემას. გიორგი, მოგესალმებით, დიდი პატივისცემით. მე პირველი კითხვა მინდა დაგისვა. ჩვენ ძალიან აქტიური ადვოკატი ვბრძანდებით, ძალიან ბევრი საქმე გაქვს, დღეში რამოდენიმე საქმეს აწარმოებ. და მინდა გითხრა, აი რა არის შენთვის სამართლიანი სასამართლო, როგორ უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო? და შენ კარგად იცი, რომ ყველა მოქალაქეს ევროკონვენციის მე-6 მუხლის თანახმად აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. მე ყოველთვის ვამბობ ზაზახატიაშვილი, რომ საქართველოს მოქალაქეებთან სამართლიანი სასამართლო უფლება ფაქტურად არის დახშული და სამართლიანი სასამართლო უფლებებით ძალიან ბევრი ადამიანი ვერ სარგებლობს. აი მაინტერესებს თქვენ საქმეებში სამართლიანი სასამართლო უფლება თქვენ კლიენტებთან მიმართებაში არის თუ არა დაცული და როგორ გესახება, როგორი უნდა იყოს სასამართლო, რომელსაც მთელი მოქალაქეები დაუჯერებენ და ენდობიან. მადლობა დონზაზა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მოწვევისთვის. ხო, რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს აკრებს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოში. რეალურად სამართლიანი სასამართლო მაშინ არის, როდესაც სამართლიანობას და სამართლებრივი მიდგომები ძებნისამით სრულდება. თუმცა მე მიმაჩნია, რომ სასამართლო სამართლიანი სრულად რომ იყოს, ის უნდა იყოს ყოველგვარი, ასე ვთქვათ, გარეშე ფაქტორისგან, ნეიტრალური ყოველგვარი გავლენისგან. გავლენები შეიძლება მარტო რაღაც ესეთი სახელმწიფო დონეზე არ მომდინარეობდეს, გავლენები შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რომელიც მოსამართლეს თავს მოახვიოს, თუნდაც იგივე მხარემ, ხო, რაც შეეხება მართლმსაჯულების, სამართლიან მართლმსაჯულებას, რეალურად სამართლიან მართლმსაჯულება არ გადის მხოლოდ სასამართლოს. სამართლიან სასამართლოს და მართლმსაჯულების სამართლიანობა გადის იმ სამივე რგოლზე, რომელსაც კრავს, ასე ვთქვათ, მართლმსაჯულების ეს სამივე რგოლი რეალურად. ხო, რაც შეეხება თვითონ მიდგომებს, ანუ სასამართლოს მხრიდან, ანუ თუნდაც მოსამართლე, ანუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აქვს სტანდარტი დაწესებული და გარდა იმისა, რომ მოსამართლე უნდა იყოს პრაქტიკოსი და რა თქმა უნდა შესაბამისი გამოცდილებით, ასევე ერთ-ერთი დათქმა არის, სადაც ანუ შესაბამისი მორალური და ზნეობრივი თვისებები უნდა იყოს აღჭურვილი. ხა ეს რას გულისხმობს? ეს გულისხმობს იმას, რომ მოსამართლე, ანუ ეს პრაქტიკოს ადვოკატებს და პრაქტიკოს იურისტებს უკვე შეუძლიათ ამის გაანალიზება. რეალურად მოსამართლე უნდა შეეძლოს ნებისმიერი გავლენისგან თავის არიდება. ხშირია შემთხვევა და ყოფილა ეგეთი შემთხვევები, ფაქტები ყოფილა ეგეთი, როდესაც მოსამართლე სასამართლო პროცესზე და სასამართლოს დარბაზში ერთ მხარეს შეაქებს, გეგონება ეს იყოს, რა ქვია, მოსწავლისა და მასწავლებლის
ფორმატი იყოს, შეაქებს მეორეს კიდე რაღაც თითქოს დატუქსავს. ანუ ეს არის მიუღებელი. და რას გულისხმობდი ახლა წეგან რაც თქვი თვითონ შესაბამისი ანუ მორალური და ზნეობრივი თვისებებით აღჭურვილი უნდა იყოს ეს ევროპული სასამართლოს სტანდარტი არის. ეს გულისხმობს იმას, რომ მოსამართლეს უნდა შეეძლოს ყოველგვარი გავლენისგან განეიტრალება. იმიტომ რომ როდესაც სასამართლო პროცესზე შედის, ის უნდა წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფოს კანონს და უნდა წარმოადგენს იმ საზოგადოებას, იმ ხალხს, რომელმაც ასე ვთქვათ, რომელიც არის კონსტიტუციის წყარო, იმ ხალხს. შესაბამისად, მოსამართლის გავლენები, უბრალოდ მოსამართლეზე არსებული გავლენები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარდა იმისა, რომ ეს რაღაც სახელმწიფო დონეზე იყოს და თუ არსებობდეს, ამის გარდა არსებობს მთელი რიგი ვერტიკალები, სადაც უკვე ხდება გავლენის თავზე მოხვევა მოსამართლეს. მოსამართლე თუნდაც მოზომილი უნდა იყოს, ანუ უნდა იყოს შესაბამის უნარებით აღჭურვილი, უნდა იყოს მოზომილი თავის, ასე ვთქვათ, თუნდაც ხმის ტემბრში, უნდა შეეძლოს ნებისმიერი გავლენის განეიტრალება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იმიტომ რომ რეალურად ეს გავლენას ახდენს. არის მთელი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანუ საქართველოში ახლა არის, რა თქმა უნდა, მთელი რიგი კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეები, თუმცა მე ერთი საკითხი მინდა ყველაზე მნიშვნელოვანი რომ დავასახელო, ეს რაც საქართველოს კონსტიტუციის დონეზე არის, ანუ გადაწყვეტილი და მინდა დავაფიქსირო ის, რომ ძალიან მარტივადაა ნებისმიერი საკითხი, ზედაპირზე ჩანს ყველაფერი, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს სასამართლო, ასე ვთქვათ, ნეიტრალური და დამოუკიდებელი და ყოველგვარ გავლენების გარეშე, როდესაც სასამართლო ხელისუფლება არ არის დეცენტრალიზებული აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, შეუძლებელია სასამართლო იყოს სრულიად თავისუფალი. იქ შეუძლებელია არ იყოს ის გარემოება, ის მიდგომები, რომ ვიღაცას რაღაცა ძალიან ცუდად არ აწენინონ. ეს არის ადამიანური გარემოება, ადამიანური ფაქტორი და ჩვეულებრივი მოვლენა. ამიტომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ყველაზე ფუნდამენტალური საკითხია, რომელიც საჭიროებს ამ კუთხით მოგვარებას საკონსტიტუციო დონეზე. რაც შეეხება თვითონ სამართლიანი სასამართლოს და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღებას, ეს როდესაც კლიენტს მომსახურებას უწევ, არის ხოლმე ესეთი მიდგომები, როდესაც მოსამართლე რაღაც გავლენებისგან გამომდინარე, ასე ვთქვათ, მოქმედებს და იძულებული ხდება თუნდაც ადვოკატი, რომ კლიენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე რაღაც ისეთი მაინც და მაინც შუალედური მომენტი დაიჭიროს, კი ბატონო, თქვენ სწორედ ბრძანეთ, შუალედური მომენტი დაიჭიროს, რომ რაღაც მდგომარეობა არ გაუარესოს. ამიტომ სასამართლოზე მოსამართლე თუნდაც კონკრეტულმა მხარემ, ადვოკატმა გააბრაზოს ან რაიმე სახის, ასე ვთქვათ, წყენა გამოიწვიოს, მაშინ მან უნდა შეძლოს ამ ბარიერების დაძლევა. ამ ბარიერების დაძლევა და ამ გავლენების დაძლევას მხოლოდ თვითონ სამართლებრივი ინტელექტის ქონა არ იწვევს, ამას იწვევს ხანგრძლივი პრაქტიკა და გააზრება იმისა, თუ რას ნიშნავს მოსამართლე, რას ნიშნავს მართლმსაჯულება და რას ნიშნავს სასამართლე. გიორგი, ერთ კითხვა მინდა დაგისვა. აი მაგალითად, ჩემი გოგონა სწავლობს საფრანგეთში და რო ჩამოიტანა სამოქალაქო კოდექსი და დაახლოებით 2000 გვერდი იყო და უთხარი მამიკო ეს რა არის მეთქი და ყველა მუხს მამა ვაკო მითითებულია უზენაეს სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებაო და ეს რაც იმას ნიშნავსო, ვერც პროკურორი, ვერც ადვოკატი, ვერც მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას ვერ გადაუხვევსო. ეს არის დადგენილი პრაქტიკა. წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში უზენაეს სასამართლომ დაადგინოს რაღაც პრეცედენტული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოებმა და საქალაქო სასამართლოებმა მას დაუჭერონ, ხო? ჩვენთან მე მგონია შემთხვევა და თქვენს გეკნებოდათ ერთი და იგივე სასამართლოში მოსამართლეებს გამოაქვთ ერთი და იგივე საქმეებზე სხვადასხვა გადაწყვეტილებები, ალბათ თქვენს გონიათ, ხო? გეტყვებით და აი ეს არის, აი აქედან იწყება ჩემი აზრით სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. როგორ შეიძლება ერთ და იგივე საქმეზე ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში
მოსამართლეებმა დააფიქსირონ სხვადასხვა გადაწყვეტილება. უზენაეს სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს. კი არის მითითებები უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ აი ესე სავალდებულო რაც არის საფრანგეთში, სავალდებულო რაც არის ბრიტანეთში, სავალდებულო რაც არის გერმანიაში, უზენაეს სასამართლო ასე წვევს ამ საკითხს. ბავშვებს ინსტიტუტში ასწავლიან. აი მიდგომა ჩვენი რა ქვია, სწავლისადმი სულ სხვა და საფრანგეთში სულ სხვა არის. საფრანგეთში ასწავლიან პირდაპირ, აი ეს ნორმა სასამართლომ განმარტა ესე და როდესაც ბავშვები აბარებენ საკონტროლოს, სუსტად უზენაეს სასამართლო როგორ განმარტავს ამ ნორმას, ის უნდა დაწერო. წარმოგიდგენია რა დონეზე წინ არის წასული იქ სასამართლო ხელისუფლება და რა დონის ჩარჩენილი არის საქართველოს სასამართლო სისტემა. როდესაც სახელმწიფოს არ სურს, რომ ერთ კონკრეტულ საქმეზე შეიქმნას კონკრეტული პრეცედენტი, მაგალითად აი რუსთაველის საქმეზე, ვინაიდან იყო სახელმწიფოს ინტერესი, უცებ პრეცედენტი შეცვალეს, ხო? კი ბატონო. აქედან გამომდინარე, საქართველოს სასამართლო ვერასოდეს ვერ გახდება ჩემი აზრით სამართლიანი, თუ მოსამართლეებს თვითონ არ სურდათ, რომ გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და სამართლიანი სასამართლოს პრინციპი იყოს საქართველოში დამკვიდრებული. სასამართლოს თვითონ შეუძლია შექმნას ეს სისტემა, კერძოდ უზენაესმა სასამართლოს მიიღოს პრეცედენტის გადაწყვეტილებები, რომელსაც ყველა მოსამართლე დაემორჩილა, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ. თუ მოსამართლე მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, ხო, მან უნდა ეს დაასაბუთოს და შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ამაზე უნდა ირჩევოს. ასე არის ევროპის ქვეყნებში. საქართველოში ეს არ არსებობს, ამიტომ ხშირად ადვოკატები რომ ხვდებით ერთმანეთს, ჩვენ გვაქვს ორი სხვადასხვა გადაწყვეტილება თითქოს ანალოგიურ საქმეებზე და ეს არის სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა. ასევე ჩემი აზრით, გიორგი, აი ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობა. განსაკუთრებით სიცხვისამართლის საქმეებზე, მაგალითად, ადვოკატს აქვს 10 მტკიცებულება და პროკურორს აქვს 5. პროკურორის გადამტკიცებულება ყოველთვის არის მტკიცებულება, რაც რა ნაირადაც დაუშვებელი არ უნდა იყოს და ადვოკატის მტკიცებულება ისე არ განიხილება სასამართლოს მხრიდან, როგორ თქვა პროკურორის მტკიცებულება. თუ მაგალითად ჩვენ ხარები ვართ თანასწორუფლებიანი და ამას აღიარებს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი, სასამართლო გადაწყვეტილებით ესე არ ხდება. როდესაც პროკურორს შეაქვს შუამდგომლობა სასამართლო ყოველთვის აკანონებს, როდესაც ადვოკატს შეაქვს რაიმე შუამდგომლობა, როგორც მე ვნახე პრაქტიკულად 15-20% აკმაყოფილებენ მოსამართლეები. ამ ფაქტობრივად მხარეებს შორის თანასწორუფლებიანობა უნდა განაპირობოს სასამართლომ და სასამართლო ჩემი აზრით არის პროკურატურის მხარეზე. ეს გამოიწვია ჩემი აზრით სააკაშვილის რეჟიმის დროს საკონსტიტუციო ცვლილებამ, როდესაც სასამართლო იყო პროკურატურა იყო სასამართლოს შემადგენელი ნაწილი და ეს ნორმა გააუქმეს, პროკურატურა გავიდა ცალკე, როდესაც მოსამართლე მითის, რომ პროკურორს შეუძლია რომ მის მიმართ სისხლის სამართლების დევნა დაიწყოს, ადვოკატს ეს არ შეუძლია, ხო? აქედან გამომდინარე, თვითონ პროკურორი და ადვოკატი არიან ჩაყენებული არათანაბარ პირობებში და ვერასოდეს მოსამართლე ვერ გაბედავს, რომ პროკურორს ისე აწყენინოს, რომ შემდეგ ამ პროკურორმა ამ მოსამართლის წინააღმდეგ რაღაც მტკიცებულების შეგროვება დაიწყოს. ესეც ჩემი აზრით დიდი პრობლემაა სამართლიანი სასამართლოში და როდესაც მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი ან გადაწყვეტილება რომელიმე მხარის ასარგებლოდ, თქვათ მხარე ერთ მტკიცებულებაზე ამბობს, რომ ეს არის ჩემი ძირითადი მტკიცებულება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მე-6 მუხლი გეუბნება. ბევრი გადაწყვეტილებებია, ძალიან ბევრი. რომ მოსამართლე არ არის ვალდებული დაასაბუთოს მხარის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი მტკიცებულება და გამოთქვას თავისი აზრით, მაგრამ როდესაც საუბარია ერთ მტკიცებულებაზე, რომელსაც აპელირებს მხარე, მოსამართლე ვალდებულია დაასაბუთოს, რატომ უარყო ეს მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენდა და გაიზიარა მაგალითად ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულება. მაგრამ კონვენციის მე-6 მუხლი ყოველთვის დარღვეულად ითვლება, თუ მოსამართლე საერთოდ არ ასაბუთებს ამ მტკიცებულებას. ამის უფლება მოსამართლეს არ აქვს. ჩვენ არ შევდივართ სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვაში, მეგობრებო, ჩვენ ვამბობთ, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის თანახმად მოსამართლეს უფლება არ აქვს, რომ საერთოდ არ დაასაბუთოს მტკიცებულება დაცვის მხარის წარმოდგენილი, თუ რატომ უარყო ეს მტკიცებულება, როცა ერთ მტკიცებულებაზეა საუბარი.
და საერთოდ არის საუბროს რატომ უარყო დათვის მტკიცებულები ამის უფლებაც არ აქვს მაგრამ მოსამართლემ რო თქვას რომ მე ამიტომ უარყავი ეს მტკიცებულება როგორც გინდა უკანონო იყოს მოსამართლის გადაწყვეტილება მე ვერ შევალ მაგის განხილვაში იმიტომ რომ მოსამართლემ შინაგანი რწმენით გამოიტანა გადაწყვეტილება მაგრამ ავიღოთ ნებისმიერი ძალიან ბევრი გადაწყვეტილება სადაც მოსამართლე საერთოდ ამჩნევს გადაწყვეტილებაზე რომელზეც მხარი აპილირებს და ჩემი აზრით სანამ ესენი არ გამოსწორდება და სანამ სასამართლო არ იქნება მიმდევარი ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების ჩვენ ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება გვექნება და ხშირად ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია თქვენ კარგად იცით და სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა განცხადება რომ საქართველოში არის კანონური მმართველობა სასამართლო სისტემაში და ეს არის ძალიან ცუდი იმიტომ რომ გეთანხმები ჩვენ ყავს ძალიან კარგი კვალიფიციური მოსამართლეები თუ მაგალითად ისევ საკონსტიტუციო ნორმა დაბრუნდება და პროკურატურა გახდება სასამართლო შემადგენელი ნაწილი და მოსამართლეთა უფლებამოსილება გაიზრდება და სისხლისამართლის კოდექსში შევა ისეთი ცვლილებები რომელიც დასჯაც გახდის ყველა მოქმედებას რომელიც დაკავშირებული იყო იქნება სასამართლოში რაღაც გავლენის გამოყენებასთან მიმართებაში გინდა ოჯახის წევრი იყოს ნებისმიერი თხოვნა მოსამართლეს დამიმართებაში რომ მან ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღოს უნდა იყოს უმკაცრეთი სასჯელი რომ მოსამართლემა იცოდნენ რომ თუ ამას გააკეთებენ რა თქმა უნდა ისინი დაიშჩებიან გიორგი რა მაინტერესებს ძალიან ბევრი მაყურებელი რომელიც ჩვენ გვიყურებს რეკავს და აინტერესებს ცოცხალი სასამართლო кейსები რომელიც თქვენ გქონიათ და აი რომელიც შეიძლება ფიქრობდით რომ აი სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში გადაწყვეტილება ესეთი უნდა ყოფილიყო ან სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამოვიდა ეს გადაწყვეტილება და თუ კარგი გადაწყვეტილება გამოდის ჩვენ არ ვართ მხოლოდ იმიტომ აქ რომ მოსამართლეები გავაკრიტიკოთ და თურმე მოსამართლემ გამოიტანა ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება ეს ძალიან კარგია და ამას მივესალმე მე რომ აღინიშნოთ აი ყველაზე შენთვის დამამახსოვრებელი ორი საქმე იქნებ მოუთხრო ტელემაყურებელს ერთი როდესაც სასამართლო იყო სამართლიანი და მეორე როდესაც სასამართლო იყო არასამართლიანი კი ბატონო რეალურად ესეთი თემა რომ როდესაც სამართლიანი იყო ან როდესაც თქვა უსამართლოდ მიიჩნია ეს გარკვეულწილად სუბიექტურიც არის. ანუ კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე ვილაპარაკოთ. ყველა შემთხვევაში ადვოკატი მოქმედებს მისი კლიენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე და ნებისმიერი თქვენ როგორც გინდათ ისე ახსენეთ ჩემი კითხვა. ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიც არ იკმაყოფილდება რა თქმა უნდა მტკივნეული არის როგორც ადვოკატისთვის ასევე მხარისთვის. ხო, თუმცა ბოდიში მაგრამ რო არ დაგიკმაყოფილებდა ეს გადაწყვეტილება წახვედი სტრასბურგში ხო? დიახ. და თუ სტრასბურგის სასამართლო ამას სხვანაირად უყურებს ესე იქ სასამართლო იყო რა სამართლიანი. რა თქმა უნდა. აი მაგითო გეუბნები. სასახად. ხო, ეხლა რაც შეეხება მაგალითად იმ საკითხს რომ მაგალითად ერთი кейსი ყოფილა ხა მთელ დეტალს ანუ დეტალებს საქმის მასად კონფიდენციალურ ნუ სახელი და გვარი არ გვინდა არც მოსამართლის არც კლიენტი რა თქმა უნდა ცალსახად უბრალოდ ზოგადად მოვყვები ერთი შემთხვევა იყო როდესაც ერთ საქმეზე სასამართლო იყო სამართლიანიც და უსამართლოს და რაში გამოიხატებოდა ეს ძალიან მაგარი кейსი კი ოღონდ ნახეთ როგორ რაღაცა იყო. ესე იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართეთ და მოვითხოვეთ ერთ-ერთ ორგანიზაციაში აუდიტის ჩატარება. რა თქმა უნდა პარტნიორმა. ამის სამართლით და კანონით დაწესებული წინაპირობები აბსოლუტურად ყველაფერი იყო. იქ შეუძლებელი იყო სხვა რაიმე გადაწყვეტილება გამოტანა, თუმცა რა თქმა უნდა მოსამართლეზე ეს დამოკიდებული ყველაფერი, მაგრამ ასე ვთქვათ, ძალიან მყარი პოზიცია იყო რა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ორგანიზაციის მყისიერი დახმარება და რეალურად პარტნიორისთვის. და მოხდა ესეთი რამ, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა აუდიტის ჩატარების თაობაზე და რაც გასაჩივრდა. გავასაჩივრდეთ სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და დააბრუნა უკან. თუმცა მიუხედავად ამისა, მეორედ იგივე მოსამართლემ იგივე გადაწყვეტილება მიიღო და ისევ უარი განაცხადა. რა თქმა უნდა, ესეც ისევ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში ჩვენს მიერ და სააპელაციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ესეთი და ესეთი.
რის საფუძველზეც უკვე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხვა ასე ვთქვათ არჩევანი აღარ ქონდა დარჩენილი და გამოურიცხა ეს საკითხი რომ არ სხვაგვარი შედეგი დამდგარიყო და საბოლოო ჯამში სააპელაციო სასამართლო რა თქმა უნდა მას პროცესუალურ თვალსაზრისით ვერ განიხილავდა და ვერ დაასრულებდა უნდა პროცესუალურად უნდა დაბრუნულიყო პირველ ინსტანციაში უნდა მოხდარიყო სათანადო შეფასება ყველა ფაქტობრივი გარემოების ამიტომ დააბრუნა უკან და სასამართლომ რა თქმა უნდა პირველმა ინსტანციამ უკვე დააკმაყოფილა ოღონდ მითითების მაგვარი იყო უკვე სააპელაციო სასამართლოში რომ ესე უნდა მოხდეს ესე უნდა წავიდეს ეს საქმე და საბოლოო ჯამში ესეთი შედეგი დადგა ეხლა როდესაც ესეთი кейსებთან გაქვს შეხება ხო თავისთავად ცხადი ახლა ვერავინ ვერ იტყვის ცალსახად იმას რომ აი რაღაც ნაწილში აი უსამართლო იყო და ამიტომ მაგრამ როდესაც ესეთ кейსთან გაქვს შეხება და ანუ სააპელაციო სასამართლოც გეთანხმება ამაზე თუნდაც რომ ორჯერ დააბრუნა საქმე ხო თავისთავად გიჩნდება განცდა რომ რაღაც არ იყო ისე და რაღაც შეიძლება ხო არ იყო ისეთი შემთხვევა ისეთი მოვლენა რაიმე ამ საქმესთან მიმართებაში რომ გავლენის ქვეშ იყო მოსამართლე ეს თავისთავად ცხადია დაგებადება ამის ეჭვი ხო ადამიანები ვართ და თავისთავად ცხადია ეს ის არის ხო რაც შეეხება უსამართლობის ნაწილში ანუ სასამართლო რა თქმა უნდა ну არის ყველა ორივე მიმართულებით არსებობს პრეცედენტები არის შემთხვევა როდესაც სასამართლომ უხეშად დაარღვია საპროცესო ნორმები და ამ უხეშად დარღვეული საპროცესო ნორმების საფუძველზე ამას მოხდა ის რომ სასამართლო გადაწყვეტილება დადგა ჩვენთვის არასასურველი შედეგი დადგა ხო ну ეს თან ამას კონკრეტულად არ ვასახელებ ეხა кейს და არც ნორმებს აი რა გააკეთა სასამართლომ არასამართლიანი რო იყო სასამართლომ რეალურად საქმის წარმოებაში მიღების ეტაპზევე დაარღვია ასე ვთქვათ ჩვენი უფლებები პროცესუალური ნორმები და ამან საბოლოო ჯამში გამოიწვია ჩვენთვის ნეგატიური შედეგი რამე საქმე ხო არ გაქვს წარმოებაში ახლა სტრასბურგში აი როცა უკვე განხილვა დაიწყო დიახ არის ესეთი საქმეც არის რეალურად ხო ის ადმინისტრაციული საქმე არის კი ბატონო ეგეთიც არის რომელიც ეხლა განხილვაში არის და ვართ კონკრეტულად მოლოდინში განხილვა თუ კომუნიკაციები უყურეთ ძალიან 90% საქმეზე კომუნიკაციები არ იწყება კი ბატონო და როცა კომუნიკაციები იწყება ფაქტიურად სასამართლო ფიქრობს რომ საჩივრის დასაშვეობა ეტაპი უნდა ამ კონკრეტულმა საქმემ გადალახოს და აი ადმინისტრაციული საქმე რომელიც თქვენ ახსენეთ რომელიც არის წარმოებაში და დაწყებულია კომუნიკაციები ვფიქრობ რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა არის იმიტომ რომ თუ ადვოკატმა ვერ დაასაბუთა ევროსასამართლო კომუნიკაციებს არ იწყებს და ადვოკატს მოეთხოვება ძალიან ესეთი სერიოზული მტკიცებულების წარდგენა დაასაბუთოს რომ რატომ იყო სასამართლო არასამართლიანი აი მე მინდა გავიხსენო პირველი საქმე საქართველოს ისტორიაში ასანიდე საქართველოს წინააღმდეგ და პირველი სარჩელი რომელიც მე შევიტანე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მაშინ კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეასრულა საქართველოში ძალიან ბევრი შემთხვევებია, როცა სასამართლოები გადაწყვეტილებას არ ასრულებენ. სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებენ სხვადასხვა უწყებები, თანამდებობის პირები და ასე შემდეგ. ეს რაღაცნაირად თანამდებობის პირების ზღვარ გადასრულ უკანონო მოქმედებებს უკავშირდება და სწორედ პირველი საქმე, რომელიც მე მოვიგე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იყო ის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ შეასრულა ასლანის ლიდერმა ასლან აბაშიძემ და ევროსასამართლომ მიუთითა რომ სამართლიანი სასამართლო არ იქნება თუ არ იქნება გადაწყვეტილება რომელიც გამოიტანა სასამართლომ აღსრულებული და საქართველოში ძალიან ბევრი სასამართლო გადაწყვეტილება რომელიც არ სრულდება და ეს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო პრეცედენტი იმისა რომ არც ერთი უწყება არ უნდა დამდგარიყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების წინ და ეს პრაქტიკაში დამკვიდრებული უბედურება ხო რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდეს აღარ უნდა გაგრძელებულიყო მაგრამ აი მე როგორც მოქმედი ადვოკატი ხშირად მომართავენ და მეუბნებიან იცით რა სასამართლო გადაწყვეტილება არ სრულდება
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ სრულდება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სახელმწიფომ შეიძლება რომ წააგოს, იმიტომ რომ არის ასაინდე საქართველოს წინააღმდეგ და ასაინდე საქართველოს წინააღმდეგ საერთოდ ევროპის სასამართლოს ისტორიაში შექმნა პრეცედენტი, როცა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ადამიანის დაუყოვნებლივ განთავისუფლებაზე, რომელიც არ არსებობდა და ეს არის პირველი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების შემდეგ რაც სამი გადაწყვეტილებაა გამოსული, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო იმდენად არ ყოფდა ადამიანის უფლებებს, რომ რეკომენდაციის მიცემა არ შეიძლება და უნდა დაევალებინა დაუყოვნებლივ განთავისუფლება და სხვათა შორის ერთ ფაქტი მინდა გავიხსენო, როცა მე გახდით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, პირველი ვიზიტი მქონდა 2010 წელში ბაზელში და ხოსე მარია დაო ფერნანდესი იყო მაშინ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, სამართლის საბჭოს და ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი და ხელი მიკანკალებდა რომ ხელი ჩაუმერთვია. ხო და რომ მივედი და გადამკოცდა და მითხრა შენი ზაზახატიაშვილი ხარო პრეცედენტი რომ შეგვიქმნიო ასანით საქმეზეო კი მეთქი მე ვთხარი მე ორი საქმე გავაგზავნე სადაც მომითხოვე ადამიანის განთავისუფლება და იქამდე არც მომითხოვე იმიტომ პრეცედენტი არ იყო და ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ ქართველმა ადვოკატებმა შევძელით და საქართველოს სახელი ძალიან მაღალ დონეზე გავიტანეთ, იმიტომ რომ ქართველმა ადვოკატმა შევძელით ის, რომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მივაღებინებთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და ძალიან ბევრი საქმეა, რომელიც მოიგეს ქართულმა ადვოკატებმა, სადაც დგინდება ძალიან მაღალი დონე ადვოკატთა კორპუსის. მაგრამ საქართველოს ვერ ისწავლა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილებების ხარისხი. ასევე საქართველოს ვერ ისწავლა ჩემი აზრით ის, რომ გამოძიება, როდესაც არ ტარდება ეფექტურად, ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. აი თქვენ ბრძანეთ, რომ სამართლიანი სასამართლო მხოლოდ სასამართლოდ არ შემოიფარგლებოდა. კი, გეთანხმები, როდესაც პროკურატურა არ ატარებს გამოძიებას, სასამართლომ რა უნდა ქნას. აი ჩვენ ნახეთ ახლა გუშინ პროკურატურამ ჩაატარა ბრიფინგი და საზოგადოება წარუდგინა გიგა ავალიანის საქმეზე შემზარავი კადრები. მოდი ორი თვით წინ წავიდეთ. რა ასაკეთებდა პროკურატურა? დედა იდგა, ტიროდა და ითხოვდა რომ საქმის მასალები ეჩვენებინათ მისთვის. იქ მოთხოვნილი არის საჩივარი პროკურორ კუბრაშვილის მიმართ სისხლისამართლების დაწყებაზე, რომ დაზარალებულ მხარეს არ მისცა სისხლისამართლის საქმის მასალებთან წვდომა და უთხრა რომ უარი უთხრა სისხლისამართლის საქმის მასალების გადაღებას, როდესაც არის საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ეხლა ჩვენ ვნახეთ თუ რა საშინელებები ხდებოდა, რაც პროკურატურა მაჩვენა და ჩვენ რომ ვამბობდით, რომ შემთხვევის ადგილი არ დათვალიერდა და პოლიციის უფროს უჩივლეთ. თქვით, რომ დაზარალულ მხარეს არ მიეცა მტკიცებულებები. ნახოთ პროკურატურა ამას ჩაატარებს თუ არა ეფექტურ გამოძიებას, ხო? ეს რო ადრე მომხდარიყო, ხო, ორი თვის წინ იქნებოდა ეს მტკიცებულებები, იმიტომ რომ ჩხრეკვა არ ჩაატარეს, წარმოგიდგენია? ბრალდებული სახშდა რო ეუბნებოდა დედა რომ ჩხრეკვა ჩაატარებდა. ეხლა გადამალავდა ყველაფერს და აი ჩხრეკვა ჩაატარდა ორი თვის შემდეგ და მტკიცებულებები იყო ამოღებული. აი ეს ყველაფერი ქმნის უკვე სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული სამართლის არარსებობას საქართველოს, როცა ჩვენ ადვოკატები ვუყურებთ, რომ აი ესეთი ფაქტები ხდება. და თუ მაგალითად პროკურორი მოსამართლე ადვოკატი იქნება მაღალ დონეზე მომზადებული და მას ეწოდება ევროპის ადამიანის უფლებათა სტანდარტი, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეიძლება სხვანაირად იყოს. ნებისმიერ საქმეში, როცა პროკურატურას არ უნდა, პირს არ ცნობენ დაზარალებულად, რაც ამან ამ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ არ გადაიღოს, რა ქვია, საქმის მასალები. კი ბატონო. ეს თუ არ გამოსწორდა სასამართლო, სამართლიანი ვერ იქნება, იმიტომ რომ მოსამართლე ამას ვერ გამოასწორებს. ცალსახად კი ბატონო, მეც აი მინდა ზუსტად ამ საკითხს შევეხო, რომ რეალურად თქვენ ბრძანეთ, რომ იგივე სტრასბურგში ქართველმა ადვოკატებმა სერიოზულ შედეგს მიაღწიეს. ის ანალოგიური მომენტი არის იგივე შიდა სახელმწიფოების სასამართლოებთან, იმიტომ რომ მართლმსაჯულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლს ქმნის ადვოკატები და ადვოკატურა. იმიტომ რომ ამ მთელ რიგ დარღვევებზე, როდესაც რაღაცა ხდება და შეიძლება მოხდეს, ამაზე არ ხუჭავს თვალს
შეცვალს ადვოკატი და ამაზე ასე ვთქვათ მიუთითებს ადვოკატი რეალურად. ეხლა რაც შეეხება ასევე წეღან ახსენეთ აი და თუნდაც ეხლა ამ შემთხვევაშიც როდესაც პრაქტიკა არსებობს, ანუ პრეცედენტი არსებობს, შექმნილი არის რომ სისხლის სამართლის მასალები დაზარალებულს უნდა გადაცემოდა. რაღაც შემთხვევაში ხდება ეს, მეც მქონია ისეთი საქმე, სადაც ანუ დაზარალებულს ვიცავდი და დაზარალებულს ადვოკატი ვიყავი და მე მასალები გადმომეცა. იმიტომ რომ სახელმწიფოს ინტერესი არ იქნებოდა. ხო, ცალსახად ხო არ იყო, თუ სახელმწიფოს ინტერესები არ მოგცემა. ხო, ცალსახად არ იყო, ანუ იყო შემთხვევა, როდესაც გადმომეცა და შემიძლია ეს გავიხსენო, დაზარალებულს ვიცავდი, გადმომეცა, არანაირი პრობლემა იქ არ გქონია, არ შეგვქონია, მივედით ჩვენ ისე განცხადების საფუძველზე, დაგვიბარეს, მივედით ჩაგვაბარეს. რაც შეეხება თვითონ სასამართლოს მიერ, ანუ ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, ამ ნაწილშიც მე ვფიქრობ, რომ რაღაც გავლენებიდან გამომდინარე თავს შეიძლება არიდებდეს, რომ რაღაც ერთმნიშვნელოვანი პრაქტიკა ჩამოყალიბდეს მთელ რიგში. შეიძლება რაღაც ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, ყველა საქმეს და ყველა კატეგორიის საქმეს, მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც ცდილობენ, რომ მყარი პრაქტიკა არ იქნეს ჩამოყალიბებული და მე ვფიქრობ ეს, რომ რაღაც გავლენებიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი და ახლა ამას კონკრეტულ ფაქტსაც ვიტყვი, იყო კონკრეტული საქმე, რომ სადაც ელემენტარული თემა იყო, ძალიან ელემენტარული სამოქალაქო დავა იყო და ბაჟის გადახდა, სასამართლოს ბაჟის გადახდის საკითხზე მე გადავიხადე ის ასე ვთქვათ იმ მოდენობის, რაც კანონში იყო მითითებული, თუმცა როგორც აღმოჩნდა სასამართლომ განახვედრა სხვა პრაქტიკა. მე ჯიუტად, ანუ არც გავასაჩივრე, გამოვიტანე, რამოდენიმეჯერ შევაბრუნე სარჩელი, სადღაც უკვე მესამე თუ მეოთხე შეტანაზე, რატომღაც ის პრაქტიკა შეიცვალა. ანუ ჯიუტად მიუდექი, შემეძლო ისიც გამესაჩივრებია, თუმცა ამ თვალსაზრისით, ანუ 6 თვეს დაკარგავდი. 6 ხო, კი ბატონო, იმიტომ რომ აპელაციაში ძალიან გაეწელებოდა ეგ საქმე და ამიტომ ძალიან სწრაფად გამოვიტანდი, შევიტანდი. თუმცა ხო, აღმოჩნდა ესე, რომ თურმე რეალურად მე ვყოფილი ვარ მართალი და არა სასამართლო, მაგრამ მაშინ თუ სხვაგვარად იყო, მაშინ სასამართლომ რატომ შეცვალა ეს ელემენტარული თუნდაც მიდგომა, ხო? ანუ ესეთი რაღაცა არის. ხო, რაც შეეხება ასევე თვითონ სასამართლოს ამ სამივე რგოლიდან გამომდინარე, ასევე ვფიქრობ, რომ თვითონ ადვოკატთან მიმართებაშიც დამოკიდებულება გარკვეულწილად დამოკიდებულების დონეზე რა ვიყოთ არ არის გათანაბრებული, გაცილებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში არის მართლმსაჯულების სამი რგოლიდან დანარჩენი ორი რგოლი ამ შემთხვევაში და გაცილებით არა ასე ვთქვათ კომფორტულ ზონაში, რა თქმა უნდა, კომფორტში ვერ იქნება ერთ-ერთი. გიორგი, კითხვა მაქვს. აი, ეს ხო არ ეხება იმას, რომ მოსამართლეებს და პროკურორებთან მიმართებაში არის დაუშლელობის სინდრომი. მაგალითად, ავიღოთ გრიგოლიანი საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება, ხო? საქართველოს პრეზიდენტი იხდის სასჯელს. მაგრამ რეალურად ვინც გააყალბა მტკიცებულები მოსამართლე და პროკურორები დღეს თანამდებობაზე არიან, ხო? მე ვფიქრობ, რომ მოსამართლემ და პროკურორმა რო იცოდნენ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ადვოკატი საქმეს რომ მოიგებს, მინიმუმ სამსახურის დატოვება მოუწევს, ისინი ამას არ გააკეთებდნენ. ჩვენ ხედავთ, რომ პროკურორი ყოველთვის არის დაუსჯელი. თქვენ გახსოვთ სააკაშვილის რეჟიმის დროს 50 კაცი როგორ ნახულობდა კეთილ სიზმარს და მირბოდა პროკურორ ბიზიასთან ქონება უნდა ჩუკო ჩემი. კი ბატონო. ერთი და იგივე ნოტარიუსის მონაწილეობით. ეს პროკურორები არ დაისაჯნენ. ამ პროკურორის მიერ შეტანილ იმაზე, რა ქვია, საბრალდოს სკოლაზე ნოტარიუსები რო უთყავდნენ, ბეჭედს ესე უთყავდნენ მოსამართლეები, მე ადვოკატების საქმეებს რო ვიხილავდი, ერთ-ერთი საქმე იყო ადვოკატის არმინა სახელი და გვარი თქვა და ადვოკატის სახელის და გვარის მაგერ სხვა საქმე ჩაწერეს და დაიჭირეს ადვოკატი და რო ეს გავასაჩივრე მოსამართლეს იმის უფლება არ აქვს, რომ ელემენტარულად სახელი და გვარი შეცვალა იმ შუამდგომლობის რაც პროკურატურამ წარმოუდგინა, ხო? კი ბატონო. არ შეფასდა სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხები სააკაშვილის რეჟიმის დროს, მერე როდესაც ბიძინა ხელისუფლებაში მოვიდა ივანიშვილი, საქართველოს პარლამენტმა 250 კაცი გამოუშვა პოლიტპატიმრის სტატუსი. ესე გამოდის, რომ სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკურ საქმეებს იხილავდა. ამ кейსების მოსამართლეები დააწინაურეს უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს. აი ამან შექმნა
ესეთი პრეცედენტი საქართველოში, ანუ დაურჩელობის სინდრომი. შემდეგ შევიდა ცვლილებები, ალბათ იცი გიორგი, მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ, სადაც ჩაწერეს, რომ მოსამართლემ, რა ქვია, პასუხს არ აგებს თავის გადაწყვეტილებაზე, რაც არ უნდა დაწეროს, თუ ეს შინაგანი წმენით გამოიტანაო. ესე მოსამართლემ რომ შინაგანი წმენით გამოიტანოს და თქვა, რომ გიორგი ქათამაძე არის რომის იმპერატორი. რომის იმპერატორი იქნები? ანუ სანამ ეს არ მოწესრიგდება, სანამ მოსამართლეს არ ეცოდინება, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლით დრო დადგება გადაწყვეტილება მისი კარიერა დამთავრდება, სანამ დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხებში არ ჩაიწერება, სხვათა შორის ქართული ოცნება რომ მოდიოდა, მახსოვს ოზარ სუბარი ამბობდა, უნდა შევიტანოთ ოპოზიციაში რო იყვნენ. რომ მოსამართლის განთავისუფლების საფუძველი უნდა იყოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაო, მაგრამ რაც იყო, ისენიც ამოიღეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე პროკურორი დაურჩელობის სინდრომმა მიიყვანა საქართველოს აქამდე. ჩემი აზრია და თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ნახეთ, მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე მის გადაწყვეტილებაზე აქ ნამდვილად ეს მიმაჩნია, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, რა თუ დანაშაულია ჩადენილი, თქვა მოსამართლის მიერ, რა თქმა უნდა, მას სალსახად სისხლის სამართლის მაგას ვერ დაამტკიცებ. კი ბატონო, ეს ევროსასამართლო უნდა თქვას. გასაგებია, მაგრამ ის რომ მოსამართლემ თავის ასე ვთქვათ გადაწყვეტილებებზე ესე პასუხი აგოს სალსახად, მე ცოტა განსხვავებული მიდგომა მაქვს, შეიძლება არა, ეგ არ შეიძლება მე ვამბობ. ხო. ეგ არ შეიძლება, როგორ შეიძლება მოსამართლეს გადაწყვეტილებებზე მოთხოვო პასუხი. კი ბატონო. იმიტომ რომ ათასობით გადაწყვეტილება გამოდის, მაგრამ მე ვამბობ, როცა მოსამართლეს ისეთი გადაწყვეტილება გამოაქვს, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს პრაქტიკას და ევროსასამართლოში მხარე იგებს საქმეს. ამაზე ახლა ლაპარაკია გადაწყვეტილებაზე, რომ სამი გადაწყვეტილება გამოდის მაქსიმუმ საქართველოს წინააღმდეგ კონვენციის მე-6 მუხლით. აი ამ სამ გადაწყვეტილებაზე ყველა მოსამართლემ ჩემი აზრით პასუხი უნდა აგოს. თორე იქ ბათაზე არ ვიძახი. ანუ თვითონ პასუხისმგებლობის ხასიათს გააჩნია, თორე უნდა დატოვოს თანამდებობა. ხო, ну, ცალსახად ესე ვერ აი ხამურაბის კანონები გახსოვს შე? კი ბატონო. იქ რა იწერა, გახსოვს? რომ მოსამართლე უკანონო გადაწყვეტილებას რომ მიიღებდა ჩვენ წელთაღრიცხვამდე, იმას უფლება არ ქონდა ყოფილიყო მოსამართლე. კი ბატონო. ხო და თუ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ესე იყო, აი ჩვენთან როცა მოსამართლე იღებს უკანონო გადაწყვეტილებას, ეხლა სტრასბურგის სასამართლო ხო არის ყველაზე მაღალი ტრიბუნა. კი ბატონო. როცა სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ მოსამართლემ დაარღვია კონვენციის მე-6 მუხლი, მოსამართლეს უნდა კონდეს, რა ქვია, უფლება, რომ მოსამართლე იყოს. თუ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ხალხი აზროვნებდა ისა, რომ არ ქონდა უფლება, ხალხო, ეხლა რატო უნდა ვიაზროვნოთ ჩვენ სხვანაირად? გასაგებია თქვენ რასაც ამბობთ, თუმცა ნახეთ როგორ რაღაცა მე როგორ უყურებ ამ ყველაფერს. ანუ სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა თუ მე არ ვიძახ ციხეში წავიდეს მეთქი, უნდა დატოვოს თანამდებობა. კი ბატონო. ანუ მე ვფიქრობ, რომ ხა მე არ ვამბობ იმას, რომ რაღაცა დანაშაულების მზმაგვარი რამე ჩაიდინოს გადაწყვეტილებით და ამაზე პასუხი არ აგოს. ეს სალსახად გვერდზე, ანუ ამაზე არ მოსამართლე დანაშაულს ვერ ჩაიდენს. ხო, მე ვამბობ როგორ რაღაცას, რომ მისი აი დაუშვათ ეს მაგალითი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ მაგალითად სტრასბურგის სასამართლომ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება და დააბრუნა საქართველოში. ამაზე არის ამას შემდეგ უკვე შიდა სახელმწიფოების დონეზე, სახელმწიფო სასამართლოს დონეზე იყენებს შემდეგნაირად არის ახლად აღმოჩენილი, ახლად გამოვლენილი გარემოებათი. ხო, მაგრამ მოსამართლე არ აგებს პასუხს. ხო, რა თქმა უნდა, მოსამართლე არ აგებს პასუხს, მაგრამ ეს ასე თუ ისე ესე ჩვენ წელთაღრიცხვამდე აგებდა მოსამართლე პასუხს, დღეს არ აგებს. მე ვფიქრობ, რომ ანუ მაინც ასე ვფიქრობ მაგნაცელში, იმიტომ რომ მაინც მაშინ სასამართლო თავის სამართლე არ წოდეს არ იქნება თუ მოსამართლეს ყველაფრის უფლება ჰქონდა. ნახეთ, მე ვფიქრობ, რომ ეს სოციალური ასე ვთქვათ, სოციუმის განვითარებასთან ერთად ვითარდება თვითონ სამართალი, მოთხოვნილებები ადამიანების და შეიძლება რაღაც ნაწილში ტრანსფორმაცია ბევრად წინ იყოს სტრასბურგის სასამართლოში და რაღაც ნაწილში ჩამორჩებოდეთ. ანუ მე რაიმე ასე ვთქვათ, რაღაც ნაწილში განსხვავებული მიდგომა მაქვს. ესე გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება აგოს პასუხი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოსამართლე და პროკურორმა არ აკონა.
ეს არის მე ვფიქრობ დისკრიმინაცია ხო უკვე ხო არა ნახეთ რას ვამბობ ამ შემთხვევაში ხა თქვენ რასაც ბრძანებთ ანუ ამ პრაქტიკიდან ამ პრეცედენტიდან გამომდინარე ცალსახად არის ის რომ თუ კი ვთქვათ ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ესა თუ ის გადაწყვეტილება მოსამართლემ რატომ მიიღო თუ ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს პრეზიდენტიდან რომელიც მიიღო მაშინ რა თქმა უნდა ცალსახად მნიშვნელოვანია რომ პრეზიდენტთან ერთად პასუხი აგოს იმ მოსამართლემაც მაგრამ მე ამ შემთხვევაზე არ ვამბობ მე განსხვავებული ხედვა კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში დავასახელე ასე რომ ვთქვათ ამიტომ მიმაჩნია რომ ახლა ის რომ ესე ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიც ნებისმიერზე არ არის ლაპარაკი აქ არის ლაპარაკი იმაზე როცა ევროპის ადამიანის უფლება სასამართლო იტყვის რომ სასამართლო იყო არასამართლიანი მე და შენ რომ ვიტყვით ჩვენ ვართ სუბიექტურები მე გადაცემა რომ დავიწყებ თქვი რომ ინდიკატორი ამ გადაცემის არის ევროპის ადამიანის უფლება სასამართლო გადაწყვეტილებები. თუ ევროპის ადამიანის უფლება სასამართლო არ ამბობს, მე როგორც გინდა არ უნდა მომწონდეს მოსამართლე გადაწყვეტილება, არ ვამბობ, რომ ის არასამართლიანი, იმიტომ რომ ეს იქნება ჩემს სუბიექტური მიდგომა, ხო, როგორც ადვოკატის. მე ვამბობ, რომ როცა ევროპის ადამიანის უფლება სასამართლო ამბობს, რომ ქართველ მოსამართლეს უნდა შეესრულებინა ეს იყო სავალდებულო და არ შეასრულა. კი ბატონო. როცა ევროსასამართლო ამბობს, რომ იცით რა, მოსამართლე ვალდებული იყო გადაწყვეტილებაში ამაზე ემშელა და არ იმჭელა. როცა მხარე გითითებს ერთ მტკიცებულებაზე, გითითებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სტანდარტს. მე ვფიქრობ, რომ აქ მოსამართლემ პასუხი უნდა აგოს. პროკურორმა უნდა პასუხი აგოს. ჩვენი გიორგი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. დღეს ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა, ძალიან საინტერესო სტუმარი ყავდა, მე მინდა ვთქვა, რომ გიორგი ქათამაძე არის ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი საქართველოს ადვოკატთა კორპუსში, არის ძალიან ღირსეული, ძალიან წესიერი, მოწესრიგებული ახალგაზრდა და როდესაც გადავწყვიტე ჩემ გადაცემაში, რომ ახალგაზრდა ადვოკატი მომეწვია, ბევრი არ მიფიქრია გიორგი და გადავწყვიტე, რომ პირველი ახალგაზრდა ადვოკატები წარმომადგენელი გადაცემაში თქვენ უნდა ყოფილიყავთ. მე მინდა წარმატებები გისურვო. ძალიან ბევრ საქმეზე გამოდიხარ. მე ვიცი, რომ საკმაოდ კარგი ავტორიტეტი გაქვს სამოქალაქო საზოგადოებაში და მე მინდა ყველაფერში წარმატება გისურვო. ძალიან დიდი მადლობა. და დიდი პატივისცემით ყოველთვის დაგითმობთ ეთერს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრეთ. მე მინდა პატივისცემულო ტელემაყურებელო დაგემშვიდობოთ. ეს იყო მორიგი გადაცემა არასამართლიანი სასამართლო, რომელიც მიმყავს მე ზაზა ხატიაშვილს. ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა. კარგად განდებოდეთ. კარგად განდებოდეთ.